რას დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის. თენგის გოგოტიშვილთან ერთად სპეციალური გამოშვებით. დად გააგვისტო და ხოცი ისევ აფუთფუთდა. ეს მათი გამწვავების სეზონია, როგორც ვიცით, იმიტომ რომ მათი სულიერი ლიდერისა და მამისა და მარჩენილის მთავარი ამოცანა არის როგორმე საქართველოს აქ-კიდოს ბრალი 2008 წლის ომის დაწყებისთვის და ვინ როგორ აკეთებს ამას, ვინ როგორ აქტიურობს. ზოგი გეუბნება 7-ში კი არა 8-შიო. ანუ რუსი 7-ში კი არ შემოსულა. 8-ში შემოვიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შენ გააღვიძე მძინარე მშვიდობიანი ცხინვალიო. ზოგი გეკითხება, გულზე რა გაქვს დაბნეული ეკვავილი რის ნიშანიაო. ზოგი კი აი ყველაზე პრიმიტიულები აქვეყნებენ სიას. როგორ დატოვეს თითქოს ქართველმა ჩინოვნიკებმა საქართველოს და როგორ გაიქცნენ ქვეყნიდან. გვეტექსტი ასეთია. დაიწყეს ომი, გააღვიძეს მშვიდობიანი მძინარე ცხინვალი და საბოლოოდ გაიქცნენ ისევ ჩვენ მოგვიწია ამ ქვეყნის გადარჩენამ. ახლაც ამ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ერთი სია, რატომღაც ინგლისურ ენაზე, რატომ ინგლისურად არ ვიცი, არ მკითხოთ, მაგრამ საყურადღებო სია 25 კაციანი. და მასში მითითებულები არიან ადამიანები, ვინც თითქოს 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყების შემდეგ გაიქცა ქვეყნიდან, მიატოვა ქვეყანა. ამ სიაშია კობა სუბელიანი მაგალითად, ნიკა რურუა, გიორგი ღვინიაშვილი, ალეკო ხეთაგური, ბაკურ კვეზერელი, გიგა ბოკერია. თითქოს ესენი წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან. ყოველ შემთხვევაში აგვისტოში აღარ დაბრუნებულან. ამ ადამიანებიდან რამდენიმე მე პირადად მახსოვს იმ დღეებში, ომის დღეებში საქართველოში, მაგრამ ჩემს მეხსიერებას და ჩემს მოგონებას ხო არ ენდობა კოცი-კოცს, რა თქმა უნდა არ ახსოვს ის რის გახსენებას არ უნდა. ყველაზე საინტერესო, ყველაზე მეტი ინფორმაცია ამ სიაში არის მე-14 ნომერზე. ნინო კალანდაძეზე, რომელიც მაშინ იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. წუთი და საათი წერია, როდის დატოვა საქართველო, მას საქართველო დაუტოვებია 10 აგვისტოს 12 საათსა და 30 წუთზე. გაქცეულა აზერბაიჯანში წითელი ხიდით. ხო და ავდექი ახლა და მოუკითხე ქალბატონ ნინოს პასუხი. მართლა გაიქცა თუ არა ქვეყნიდან? თუ წავიდა, სად წავიდა და თუ წავიდა, რატომ წავიდა? რა გამოვიდა ამ ჩვენი საუბრიდან, მოდი ვნახოთ ერთად. ნინო, გამარჯობა. მადლობა ინტერვიუს თანხმობისთვის. კოცებმა ახლა აგვისტოს დასაწყისში ტრადიციულად ისევ გააქტიურეს თემა ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი ჩინოვნიკების, ისევ გამოაგორეს ეს სიები. ოღონდ ამჯერად ინგლისური სია გამოიტანეს, მე ყოველთვის ქართული მახსოვს წინა წლების. აქ საათი და წუთი წერია, როდის დატოვეთ ქვეყანა. ვალდებული ვარ ვიკითხო, მართლა წახვედით თუ არა ქვეყნიდან? მოგესალმებით ენგო, მიხარია რომ ამ საკითხით ინტერესდები და სიმართლე გაინტერესებს. შენს კითხვაზე პასუხად, დიახ, მე ვადასტურებ, რომ 2008 წლის 20 ივლისს საქართველოს აეროპორტის გზავნით გადაუკვეთე საქართველოს საზღვარი და გავეგზავრე საქართველოდან, ხოლო 2008 წლის 10 აგვისტოს გადმოუკვეთე საქართველოს საზღვარი საქართველოს მიმართულებით საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტზე, როდესაც დავბრუნდი საქართველოში ჩემი საშუალოვადიანი სასწავლო პროგრამიდან. მე 20 ივლისს გავფრინდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დარეგისტრირებული ვიყავი 4 კვირიან საგანმანათლებლო კურსებზე, რომლის შესაბამისად ნაადრევად შეწყვეტა მომიწია, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში ვითარება დაიძაბა. მე ამის შესახებ 7 აგვისტოს იქაური დროით 12 საათიანი სხვაობა იყო დროში, ძალიან ადრე დილას დამიკავშირდა მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი კახალომაია, რომელმაც შეშფოთებით მითხრა და ასევე ბოდიშის მოხდით, რომ
არ მენერვიულა, მაგრამ სიტუაცია საქართველოში იძაბებოდა, კერძოდ სამაჩაბლოში უჩვეულო ძრებს ჰქონდა ადგილი, რაც ზუსტად არ იცოდნენ როგორ უნდა შეფასებულიყო, მაგრამ შესაბამისად გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ მობილიზაცია გამოცხადებულიყო თბილისში და ყველას, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებოდა ამ დროს მივლინებით თუ შვებულებით, გთხოვდნენ, რომ საქართველოში დაუბრუნებულიყავით და ყველა ერთად ვიყოთო, ეს იყო კახას სიტყვები და რასაკვირველია, მე ამის შემდეგ სასწრაფოდ დავიწყე უკვე ბილეთის გადაცვლის პროცედურები და გამოვემგზავრე საქართველოში. უნდა დავაზუსტო კითხვა. აქ წერია საათი და წუთი. ქვეყნიდან გასვლის, ასე წერია. აზერბაიჯანში შესვლის. ქვეყნიდან კი არ გახვედით, ქვეყანაში დაბრუნდით. ამ დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს საზღვარი გადავკვეთე, იმიტომ რომ ეს ასეც იყო 20 ივლისს მე გავფრინდი საქართველოდან, მაგრამ უკვე საზღვარი გადმოუკვეთე, როდესაც დავბრუნდი საქართველოში და საკმაოდ გრძელმა გზამ მომიწია, იმიტომ რომ ასე სწრაფად აღარ მოხერხდა ადეკვატური ბილეთის მოძიება, შესაბამისად საკმაოდ გრძელი მარშრუტის გავლა მომიწია და რამდენიმე დღე მომიწია გზაში ყოფნა, შესაბამისად საქართველოში დაბრუნება შევძელი მხოლოდ 10 აგვისტოს და ვერ მოვახერხე უფრო სწრაფად, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ეს შესაძლებელი ყოფილიყო, მაგრამ უბრალოდ ფიზიკურად არ მოხერხდა. ეს არ არის ოფიციალური დოკუმენტი, ყოველ შემთხვევაში სახე არ აქვს ოფიციალური, არც ბეჭედი აქვს, არც ბლანკზე არ არის, მაგრამ შეგიძლიათ რამენერად დაადასტუროთ, რომ კი არ წახვედით, არამედ დაბრუნდით ქვეყანაში. რამე ან პასპორტი თუ გაქვთ. იმის დასტურად, რომ მე საქართველოს საზღვარი 10 აგვისტოს საქართველოს მიმართულებით გადმოვკვეთე, მე გამოვითხოვე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 2014 წელს და ხას უსაუბრ 2014 წელს, იმიტომ რომ ეს უკვე ქოცების შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას, რაც თქვენ ახლა მე გიამბეთ, რომ მე საქართველოს დავტოვე 20 ივლისს და 10 აგვისტოს ზუსტად 11 საათსა და 23 წუთზე შემოვედი საქართველოში, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტის გადაკვეთის გზით. ეს არის დოკუმენტი, რომელიც არამხოლოდ ჩემს სიმართლეს ადასტურებს და არამხოლოდ აკარწყლებს იმ რაღაც ბინძურ, ამორალურ, პროპაგანდისტულ ინფორმაციას, არამედ არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ მაშინ უმეტესობა სახელმწიფო მოხელეებისა ჩემს ჩათვლით ზუსტადაც რომ გამოიქცნენ საქართველოში საქართველოს დასახმარებლად და იმ საქმიანობის განსახორციელებლად, რომლისთვისაც ჩვენ სახელმწიფოს ვყავდით დაქირავებული. ეს იყო ჩვენი მოვალეობა, ეს იყო ჩვენი ფუნქცია, საერთოდ კითხვაც არ დამდგარა. ამერიკიდან 3 დღე ბრუნდებოდით, გასაგებია გზელი გზა არის და გასაგებია რთული პირობები იყო. ქვეყანაში რეისები შეწყდა უცებ და 3 დღე დაგჭირდათ ამისთვის. მე მოვდიოდი, როგორც ვთქვი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საიდანაც ჯერ მომიწია ვაშინგტონში ჩაფრენა, იმიტომ რომ იქიდან პირდაპირ გამოფრენის შესაძლებლობა არ იყო. ვაშინგტონში ვაშინგტონში რომ მივედით აეროპორტში, იქ უკვე გვითხრეს, რომ შესაძლოა რეისები აღარ ხორციელდებოდეს ევროპული აეროპორტებიდან და მაინც მოიფიქრეთ, გინდათ თუ არა, რომ ბილეთები გადაცვალოთო. ჩემთვის სხვა არჩევანი საერთოდ არ იდგა, მე ვთქვი, რომ მე გავფრინდები მიუნხენში, რომელი აეროპორტიც ახლა ამ ეტაპზე მიგვიღებს და იქიდან ვეცდები, რომ რაღაცნაირად დავბრუნდე საქართველოში. ვაშინგტონიდან მიუნხენამდე გზა იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძიმეთ დასამახსოვრებელი გზავრობა ჩემს მეხსიერებაში, იმიტომ რომ აბსოლუტურ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიმყოფებოდი, მე არ ვიცოდი რა ხდება ჩემ ქვეყანაში და ცხადია ძილზე ან მოსვენებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. მიუნხენში, როდესაც ჩავფრინდი, იქ უკვე იკრიბებოდა ხალხი, ბევრი სხვა საქართველოს მოქალაქე იყო აეროპორტში თავმოყრილი, ტელეფონი რომ ჩავრთე, პარალელურად რასაკვირველია შევუდექი უკვე ჩემს
საქმიანობას, რომელიც ეხებოდა ჩემს საკონსულო დეპარტამენტის ზედამხედველობის ფარგლებში სავალდებულო საქმიანობას, რაც გულისხმობდა იმას, რომ ჩემს ამოცანას წარმოადგენდა ყველა სხვა დედაქალაქში, აეროპორტებში დავკავშირებოდი ჩვენს წარმომადგენლობებს და აეროპორტებს, რო გაგვირკვია სხვა ქართველების ბედი როგორ იყო იქ, რამდენად ახერხებდნენ ისინი საქართველოში დაბრუნებას, იმიტომ რომ როგორც ჩვენ თქვი რეისები უკვე აღარ ხორციელდებოდა თბილისი ვერ ახერხებდა თბილისის აეროპორტი ვერ ახერხებდა მგზავრების მიღებას შესაბამისად უმეტესობას ვინც ამ დროს ეს იყო ზაფხულის ცხელი სეზონი ვინც ამ დროს გამგზავრებული იყო უწევდა ალტერნატიული გზების მოძიება და საკმაოდ პრობლემური იყო ამის განხორციელება ჩვენ მქონდა შემთხვევები სადაც ბავშვების დასი იყო გამგზავრებული მშობლების გარეშე ცალკე მშობლები გვიკავშირდებოდნენ ცალკე მღელვარება იყო ბავშვების მხარეს იყო მთელი რიგი ცალკე ტურისტულად თუ არატურისტულად ამ დროს მოგზაურობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ვიზა გაზდიოდათ, ვერ ახერხებდნენ დროულად დაბრუნებას საქართველოში, მაგრამ ასევე უფლება აღარ ჰქონდათ უკვე იმ ქვეყანაში გაჩერების, სადაც იმყოფებოდნენ. მოკლედ, საკმაოდ რთული პრობლემა იყო ყველაფერთან ერთად და ამიტომ ჩვენ გვიწევდა ასე ვთქვათ, კოორდინაცია ჩვენს წარმომადგენლობებთან იმისთვის, რომ საკონსულოებს და საელჩოებს შესაბამისი ზომები მიიღოთ და ჩვენს მოქალაქეებს დახმარებოდნენ. პარალელურად მე ვცდილობდი, რომ რაღაცნაირად საქართველოში დაუბრუნებულიყავი, მიუხედავად დიდხანს ვერ გვეუბნებოდნენ, შეძლებს თუ არა აეროპორტი ჩვენს მიღებას, შემდგომ გამოინახა ალტერნატიული გზა, როდესაც მე გადავფრინდი ვენაში და ვენიდან უკვე შესაძლებელი იყო გაფრენა როგორც ერევანში, ისე აზერბაიჯანში, ამიტომ ქართველების ნაწილი გაფრინდა ერევანში, მეორე ნაწილი გავფრინდით ბაქოში და იქ გვიან ღამით ჩავედით და ბაქოში უკვე შესაძლებელი იყო, სადაც ჩვენი საელჩო აქტიურად ჩართული იყო უკვე საქართველოს მოქალაქეების მომსახურებაში დახვედრაში და მხარდაჭერაში იქ უკვე ჩვენმა საელჩომ მიიღო ზომები უზრუნველყო მიკროავტობუსები, მსუბუქი მანქანები, რომლითაც ჩვენ შევძელით რომ გამოგზავრებულიყავით თბილისში და სწორედ ეს იყო ის გზა, რომლითაც მე ჩამოვედი საქართველოში გვიან ღამით წამოვედი აი მაშინ ჯერ კიდევ ძალიან რთულ და განუვითარებელ და შესაბამისად ძალიან გრძელ გზაზე და საქართველოში ჩამოვედი აზერბაიჯანის საქართველოს საზღვარი გადმოუკვეთე ზუსტად 11 საათსა და 23 წუთზე. საელჩო ახვედრებდა აზერბაიჯანში მოქალაქეებს მანქანებს? ჩვეულებრივ მოქალაქეებს, გასაგებია ხო თქვენ მინისტრის მოადგილე იყავით, მაგრამ ეგრეთ წოდებულ ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც ახვედრებდნენ მანქანებს და ამის ხარჯიც გასტუმრებული იყო? ანუ ყველაფერი სახელმწიფოს ორგანიზებით ხდებოდა? კი, რასაკვირველია, აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ როდესაც საქართველოში სიტუაცია გამწვავდა და საომარი მოქმედებები დაიწყო და რუსეთმა უკვე ფართომასშტაბიანი აგრესია განახორციელა, ჩვენ სამეზობლოში ყველა სახელმწიფო ძალიან აქტიურად დაგვიდგა გვერდში, ეხმარებოდნენ მოქალაქეებს როგორც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ საქართველოს როგორც შეეძლოთ და შესაბამისად ჩვენ საელჩოებსაც ასე ვთქვათ, შეუფერხებლად შეეძლოთ ადგილსამყოფელ ქვეყნებში მუშაობა და კი, რასაკვირველია, საკონსულოების და საელჩოების მთავარ ამოცანას იმ წუთას წარმოადგენდა სწორედ საქართველოს მოქალაქეების დახმარება და იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი რაღაცნაირად უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ქვეყანაში. ასეთი იყო ძალიან ბევრი, არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეები, მაგრამ ასევე ბევრი სახელმწიფო მოხელე, რომელმაც შეწყვიტა მივლინება თუ შვებულება და სასწრაფოდ გაემგზავრა საქართველოში, იმიტომ რომ იქ ომი იყო და იმიტომ რომ ყველა ვთვლიდით რომ ჩვენი საჭიროება ახლა არის იქ, როცა იქ სადაც ჩვენს ქვეყანას უჭირდა. და რასაკვირველია, ამაში ჩვენი საელჩოები უშუალოდ გვეხმარებოდნენ, ეს იყო მაშინ სამინისტროს ინსტრუქციაც და ამაზე ვმუშაობდი მეც შეძლების დაგვარა დისტანციურად და უშუალოდ მეც მეხებოდა
და სანამ აზერბაიჯანში ჩააღწევდნენ ეს ადამიანები, იქამდეც კარგად ბევრი სირთულე დახვდებოდათ. ეხლა თქვენ თუ გაგიჭირდათ, იმათაც გაუჭირდებოდა ცხადია დიპლომატიური პასპორტის გარეშე. თან მაშინ uvizო რეჟიმი არ იყო და შეიძლება ვიღაცას ვიზის ვადა უმთავრდებოდა, ეს კიდე ცალკე პრობლემა იყო. ამ ადამიანებს მარტივად უცვლიდნენ ბილეთებს. ეჭვმაქვს, რომ ასობით, ათასობით ადამიანი ძალიან სერიოზულ პრობლემებს დააწყდა ამის გამო. რაც შეეხება ჩემს მგზავრობის თანხას, ეს იყო სასწავლო ვიზიტი, რომელიც მე დაგეგმილი მქონდა. ჯერ კიდე იქამდე, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროში დავინიშნებოდი 2008 წლის მაისში. ამიტომ ეს საკითხი ცხადია შევათანხმებ მაშინ იმდროინდელ ჩემს მინისტრთან, ასევე მთავრობასთან, რომ მე აღარ ვიტყოდი უარს ამ ჩემს სასწავლო ტურზე, ვინაიდან უკვე თანხაც გადახდილი მქონდა. თანხა რასაკვირველია მე თვითონ გადავიხადე, ეს ჩემი პერსონალური ინიციატივა იყო, ბილეთის თანხაც მე თვითონ გადავიხადე და ბილეთს უკანა გზაზე უბრალოდ მხოლოდ გადაცვლა დაჭირდა და იმის გამო, რომ თვითონ ავიაკომპანიებსაც სირთულეები ექმნებოდათ შესაბამისი ტურების განხორციელების, მათაც თავისი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ თავის მხრიდან დაგვეხმარენ და ვთქვათ დამატებითი გადასახადი ეს გადახდა აღარ მოგვიწია მათ ვინც ვერ უზრუნველყვეს მაგალითად მუნხენიდან თბილისში დაბრუნება და შესაბამისად აი ეს რაღაცნაირი ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. ეს სია რომელიც ახლა გამოაგორეს ქოცებმა ინგლისურ ენაზეა. კიდევ ერთხელ არ ვიცი რატო მაშინ საქმის წარმოება საზღვარზე ინგლისურად იყო? ალბათ მე მგონი არა. ეს სია, რომელსაც პროპაგანდისტული მედიები თუ რუსების ცალკეული რაღაც პროპაგანდისტული გზები აფრიალებენ, ჩემი ვარაუდით ითარგმნა მას შემდეგ, რაც მათ გადაწყვიტეს, რომ ეს სია გამოიყენონ ძალიან ბოროტი მიზნებისთვის და ალბათ საერთაშორისო მოხმარებისთვის და რასაკვირველია თავის დროზე იყო ქართულად შედგენილი და ეს სია საერთოდ გაჩნდა მაშინ, როდესაც არ გეგონოთ რომ ეს რაღაც ოცნების მიერ ფარულად მოპოვებული დოკუმენტია. ეს სია შედგა მაშინ, როდესაც მაშინდელმა ოპოზიციამ უკვე რუსების მიერ ხელშეწყობით, რომელიც ხმაურობდა ომის პერიოდში, მათ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ აი რიგები დადგა და ხალხი გარბოდა საზღვრებზე და მათ შორის იყვნენ სახელმწიფო მოხელეებიც და შედეგად შეიქმნა ჩემი გადმოსახედიდან აბსოლუტურად უსარგებლო, უფრო მეტიც მამნებლური საპარლამენტო კომისია ბაატა დავითაიას ხელმძღვანელობით, რომელსაც უნდა შეესწავლა ეს საკითხი და მათ შორის გამოითხოვეს საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან გამოითხოვეს სიები, ვინ გადაკვე, რომელმა სახელმწიფო მოხელემ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი ომის მიმდინარეობისას. ეს სიები მოვიდა ბადრი ბიწაძის უწყებიდან და კოცირი სიკოცი იქნებოდა, რომ არ მოეწყდებინა ისეთი დოკუმენტი, რომელიც მე ზუსტად პროპაგანდისტულ ნიადაგს შექმნიდა ხელსაყრელს. მათ გამოაგზავნეს სია მხოლოდ საზღვრის კვეთის თაობაზე ინფორმაციით, მაგრამ არ მიუთითეს ვინ საით გადაკვეთა საზღვარი. ანუ მნიშვნელობა არ ქონდა საქართველოსდან გადიოდა ვინმე თუ საქართველოში ბრუნდებოდა ომის პირობებში და აქ განსაზღვრელი სწორედ ეგ იყო, რასაკვირველია კვეთა იყო, იმიტომ რომ ზაფხული იყო, იმიტომ რომ უმრავლესობა ჩვენგანი იმყოფებოდა სადღაც შვებულებაში დასასვენებლად ან მივლინებაში და დაუბრუნდით საქართველოში მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგა. მაშინვე ვინც როგორ შევძელით დაუბრუნდით საქართველოში და ჩემთან ერთად იყო ბევრი ჩემი ძალიან ღირსეული კოლეგა, რომელთა სახელებს მე არ ვასახელებ, იმიტომ რომ მათი ნებართვა არ მაქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ ისინიც იყვნენ ჩემთან ერთად თვითმფრინავებში, რომლებიც სასწრაფოდ შეწყვიტეს თავიანთი შვებულებები და გამოემგზავრნენ საქართველოში, იმიტომ რომ თავის აუცილებლობას სწორედ საქართველოში ხედავდნენ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში რუსული აგრესია ხორციელდებოდა. ამ სიაში, რომელიც კოცებმა გამოაგორეს ახლა სოციალურ ქსელებში,
გონ ნახევარი იმდროინდელი მთავრობაა. ბაკურ კვეზერელი მინისტრი იყო, კობა სუბელიანი მინისტრი იყო, გიორგი ღვინიაშვილია მითითებული, ნიკა რურუა მითითებული. სხვათა შორის მე ვკითხე და მისმა ძმამ გიორგი რურუამ 2019 წელს ასეთივე ბრალდების გამო გამოითხოვა მისი ძმის გადაადგილების შესახებ ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან და 2019 წელს უკვე გარდაცვლილი ნიკა რურუას ნაცვლად მას მისცეს ცნობა, რომ 2008 წლის 10 აგვისტოსაც ისიც დაბრუნებულა საქართველოში. და ეხლა ჩვენ ცნობა შეგვიძლია მაყურებელს ვაჩვენოთ. აი როგორც ხედავთ 10 აგვისტო დაბრუნება ქვეყანაში. ცნობა გაცემულია 2019 წლის აგვისტოში. ერთი ძალიან საინტერესო მომენტია. ქოცების საყვარელი თემა ყოველთვის იყო, რომ მაშინ თავდაცვის მინისტრი კვეზერაშვილი არ იმყოფებოდა საქართველოში. მაგრამ ამ სიაში და ყველამ ვიცით, რომ რეალურად არ იყო და მე ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ ამ სიაში კვეზერაშვილი საერთოდ არ არის. არც მისი გასვლა, არც მისი შემოსვლა, რაც უცნაურად მეცა თვალში. ამ სიაში არის კი ბატონო, ბევრი გვარი, რომელიც არ იმყოფებოდა საქართველოში და რომელიც ზუსტად იმას მოწმობს, მათ შორის თავდაცვის მინისტრს საუბრობთ თქვენ, ზუსტად იმას მოწმობს, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, იმიტომ რომ თუ საქართველო ომისთვის ემზადებოდა, მაშინ სრულად ლოგიკური იქნებოდა, რომ სახელმწიფო მოხელეების უმრავლესობა, გადაწყვეტილების მიმღები პირები, საკვანძო სამინისტროები სწორედ საქართველოში ვიქნებოდით წარმოდგენილი. ეს ის პერიოდი იყო, როცა უმეტესობა ჩვენგანი იმყოფებოდა სადღაც დასასვენებლად, იმიტომ რომ არავინ არაფერს სამწუხაროდ არანაირ ცვლილებას თუ ძვრას არ ელოდა ამ თვალსაზრისით, ამიტომ არავინ არ იყო საქართველოს უმეტესობა ჩვენგანი არ იმყოფებოდა ადგილზე, მაგრამ როგორც კი სიტუაცია გამწვავდა, ბევრმა შეძლო უკვე 1 აგვისტოს, როდესაც ცხინვალის ევაკუაცია მოხდა ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან, ზოგმა უკვე მაშინვე დაიწყო საქართველოს დაბრუნების პროცესი, მე ცოტა გვიან ჩავდექი საქმის კურსში და წამოვედი როგორც კი შევძელი და სამწუხაროდ მე უბრალოდ ძალიან შორს ვიყავი და ვერ მოვახერხე ისე სწრაფად დაბრუნება, როგორც მე ამას ვისურვებდი. სახელების და გვარების დაზუსტებას არ თხოვთ, ცხადია, მაგრამ თქვენი შეფასებით, რამდენად სანდოსია ზოგადად манипуляция რო არის, თუნდაც თქვენ შემთხვევაში ან ვიღაც ხვის შემთხვევაში შეიძლება კიდე რომ ქვეყანა კი არ დაუტოვებია პირიქით დაბრუნა ქვეყანაში, ეს ერთი მხარეა, მაგრამ ზოგადად ამ ადამიანებმა გადაკვეთეს 2008 წლის აგვისტოში საზღვარი. მე ვარაუდობ, რომ ეს სია სანდოა, იმიტომ რომ ეს არის ჯერ კიდევ უშუალოდ ომის შემდეგ გამოთხოვილი სია, რომელიც ძალიან ნათლად ადასტურებს, რომ ომის დაწყებამდე გადაკვეთა ამ ხალხმა საზღვარი და სწორედ ომის დაწყებისთანავე ყველა შეძლების დაგვარად სწრაფად დაბრუნდა თავის ქვეყანაში, ადგილსამყოფელ ქვეყანაში და არსებობს არქივები, არსებობს ჩემი ბრიფინგები, არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მოწმეა, რომ ჩვენ ყველა ადგილზე ვიყავით, არა მხოლოდ ადგილზე ვიყავით, არამედ უშუალოდ ჩართული ვიყავით იმ საქმიანობაში, რომელსაც სახელმწიფო ჩვენ გვაკისრებდა იმ წუთისთვის და ჩემი უშუალო ამოცანა იყო, გარდა საკონსულო დეპარტამენტის ზედამხედველობისა და მათთვის მხარდაჭერის აღმოჩენისა, ჩემი უშუალო მოვალეობა იყო, რომ დავკავშირებოდი ევროპის დედაქალაქებს და იქ ჩემს შესაბამის პოლიტიკურ კოლეგებსთან ხმამი მეწვდინა, რომ ჩვენ გასაჭირში ვართ, რომ საქართველოს თავს დაესხა აგრესორი და რომ ჩვენ ახლა დასავლეთის მხარდაჭერა გვჭირდება. ეს იყო ჩემი ფუნქცია, ეს იყო ჩემი ამოცანა, ეს იყო რასაც მე ომის დღეებში უშუალოდ ვახორციელებდი და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც არათუ არც ერთი წუთი არ ვნანობ, არამედ ალბათ იმ ქმედებათაგანია, რომელიც მე ამაყება და ვიტყვი, რომ ერთი რამ მაინც არის, რაც მე სწორად გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის. ნინო, დიდი მადლობა საუბრისთვის, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ეცნობა მე მგონი კიდევ ბევრჯერ დაგჭირდება, სანამ ბუნებაში ერთი ქოცი მაინც არის, იმიტომ რომ ყოველი აგვისტოს დასაწყისში გამწვავება აქვს ხოლმე.
აუცილებლად გამოაგდე მე რამესიას და ხლიცინებენ რა როგორ გარბოდენ თურმე იმ ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნიდან. დიდი მადლობა. ეს არის კუცი. ყველაფერი უკუღმა. წასვლა კი არა შემოსვლა, დაბრუნება კი არა ქვეყნიდან გაქცევა, მაგრამ თითქოს არაფერია გასაკვირი იმ ხალხისგან, ვინც საქართველოს აბრალებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საქართველოს მიწაზე ომის დაწყებას, ვინც საკუთარ სამშობლოს ადანაშაულებს და ვინც ახლა აპირებს ბოდიში მოუხადოს ოკუპანტების, ტერორისტებისა და სეპარატისტების დედებს. კოცი ამ ისტორიის გაყალბებით, ომის ისტორიის გადაწერით თუნდაც არასოდეს დაიღლება, სანამ თვითონ ის ადამიანები ამ სიიდან თუ რომელიღაც სხვა სიიდან არ დაიღლებიან მტკიცებით, რომ ასე არ იყო. არ დაიღლებიან ცნობების ჩვენებით, კოცებისავე კომპიუტერებიდან ამობეშტილი ცნობების ჩვენებით. მაგრამ არ უნდა გაუჩუნდეთ, არ უნდა მოგბეზრდეს და ამ ქართველმა რუსმა ვერ უნდა დაგყოლოს. ეს იყო ვაშა გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად სპეციალური გამოშვებით. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. Instagram-ზე, TikTok-ზე, YouTube-სა და Facebook-ზე. რაც დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню очень гадаться.